მოგესალმებით, ჩემო კარგებო. კაიხანი არაფერი არ დამედია YouTube-ზე. ოდეთი პატარა ჩვენი მუშაობის შემადგენელი ნაწილი რაც არის, ესაა ბორანი და მატარებელი. ეგრეთ წოდებული რუსულად პარომ პოეზდ. ევროპაში მუშაობის დროს შეიძლება მოგიწიოთ პარომზე ან მატარებელზე. ასლა და ასე გადაადგილება მანქანიანად. და ახალგაზრდებში არის ფუნქცია. და ეს ფუნქცია ერთვება შედიხათ რუსულ ტერმინოლოგიას ვიტყვი, ვოდ ავტომობილია, აჭერ თოკეის ხელს ჩამოხდის, ისე ჩამოხდა იქინა. ჯერ არის აუტი, მერე არის პარომ პოეზდ. და ეს პარომ პოეზდი უნდა გააქტიუროთ. ყველაფერს აქვს თავისი წესები. აი მაგალითად და როცა დავუშვათ აი ამ პარობით ან მატარებლით სარგებლობთ თქვენი საერთო სამუშაო დრო 13 საათს არ უნდა გადაცილდეს. სასურველია 12 საათს თუ არ გადაცილდება, მაგრამ 13-იც არაა პრობლემა. ანუ თქვენ დავუშვათ დილის 6 საათზე გახსენით ცვლა, მიდიხართ, იმუშავეთ, დაიტვირთეთ და გეუბნებიან, რომ მოგიწევთ პარომით გადაადგილება. დაიტვირთეთ, მიდიხართ პარომამდე და დავუშვათ სადღაც 12 პირველ საათზე მიდით. ბილეთი აღებული გაქვთ და მიდით პორტში. სადღაც 3 საათი, დავუშვათ 2 საათით ადრე, მაგრამ უკვე დრო, საერთო დროში ვეღარ ეტევით. პარომი ჩამოდგება სადღაც 3 საათი, 4 საათს მერე. დრო აღარ ყოფნით. ამიტომ რომ გადაგარგოთ დრო, მიდიხართ პორტში, აკროთ მანქანას, მანქანა გადადის საწოლებზე და ხურავთ ქვეყანას, უშუალოდ გერმანიიდან მიდიხართ შვედეთში. ხურავთ ქვეყანას და ბილეთი აღებული გაქვთ, ელოდებით გემის ჩამოდგომას. გემი ჩამოდგება სადღაც დავუშვათ ან 3 საათი, ან 2 საათნახევრის მერე. და როცა გემი ჩამოდგება, იწყება ასვლა გემზე. არაფერს აშვებით, უბრალოდ გქონავთ მანქანას და მიდიხართ გემისკენ. მაგრამ ისე რომ მანქანა არ უნდა ჩააქროთ. არ უნდა ჩააქროთ, ვიდრე რომ საწოლებზე ტახოგრაფი არ უნდა გადავიდეს. თუ გადავიდა საწოლებზე, всё, გაწყდება, მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ მიდიხართ, არ აკროთ მანქანას და თუ ვინცობა არეგულირებელმა იქ მოგთხოვათ ჩააქრე მანქანაო, როგორც კი ჩააქროთ მანქანას, ეგრევე გადაიყვანეთ იმ წამსვე გადაიყვანეთ ჩაქუჩებზე. ადიხართ ბორანზე და რო შეხვდათ უკვე დააყენეთ მანქანა, მერე არ ჩააქროთ მანქანა, არ აბრძიდებთ, მანქანას არ აკრობთ, მანქანა რო გაჩერდება, ტარების რეჟიმიდან გადადის ჩაქუჩების რეჟიმში. აი ამ ჩაქუჩების რეჟიმის დროს შედიხართ ზუსტად მენიუში და აყენებთ იმ ნიშნოს, რაც გითხარით, პარომ პოეზდის ფუნქციას რთავთ, უნდა ჩართოთ ეს ფუნქცია. რო დაეხატება იქინა გემი, მერე შეიძლება ჩააქროთ მანქანა. всё. შეიძლება წახვიდეთ კაიუტაში, დავუშვათ 9-10 საათის გასვლის შემდეგ, თუ დავუშვათ აი 3 საათი იყავით პორტში იდექით და კიდევ ერთი რამე, ბორანზე ასვლისთვის და ჩამოსვლისთვის ორჯერ შეიძლება გაწყვიტო ეს პაუზა. გეძლებათ 1 საათი. 1 საათი დრო გაქვთ ასვლაში და ჩამოსვლაში. თუ დავუშვათ, განვიხილოთ ერთი ვარიანტი, თქვენ 3 საათი იდექით, გემა იცურა 9 საათი, ანუ თქვენ 12 საათი გამოვიდეთ 11 საათი პლუს 1 საათი. 11 საათიანი პაუზა ხომ უნდა გამოგივიდეთ.
პლუს 1 საათი ასვლა ჩამოსვლას თუ დავუშვათ. და 3 საათი იქიდექით, 9 საათი გემა იცურა, всё, პაუზა ამთავრებულია. 11 საათი გასულია, 11 პლუს 1 საათი კიდე 12 საათი გასულია. შეიძლება გემზევე გახსნა ქვეყანა ჯერ მოხსნი. ზოგიერთი დახოგრაფია არის თვითონ ხსნის ამ პარობის ნიშანს. ზოგიერთი ხელით უნდა მოხსნა რა. და თუ ინცობა, იგი ხო იცი რომ გასულია 11 საათი, 12 საათი, всё, შეიძლება მოხსნა პარომი, გახსნა ქვეყანა და გააგრძელო მუშაობა ყოველგვარი გაჩერების გარეშე. თუ ვინ იცობა არა 12 საათი გასული, ანუ 11 საათი და ის დრო რაც ადი, დაუშვათ. შენ გემზე ასვლას მომდი 10 წუთით, 15 წუთით. და შეიძლება 45 წუთი კიდე. ანუ იმ პაუზას მერე გემიდან ჩასვლას, რასაც მოანდობებ, დაუშვათ კიდე 15 წუთი. ანუ ეს ასვლა-ჩასვლას 9 საათი მომდით, ხო? იმ 9 საათი უნდა დაამატოთ 11 საათს. სიტყვაზე თქვათ, იდეკით 10 საათ-9 გამოგივიდა ჯამში. დასვენება და 11 საათამდე გიკლია კიდევ 9 საათი. როგორც კი ჩახვალ პორტში, ისე რომ არც ქვეყანას ხსნი, არც არაფერს, ჩახვალ პორტში იქვე არის, ყველა პორტში არის პარკინგი, ჩახვალ იმ პორტის ადგილზე, ტერიტორიაზე, დადგები და ის დარჩენილი დრო, რაც გექნება დაუშვათ 12 საათამდე, რაც დრო გექნება დაუშვათ. თუ 10 საათი გამოგივიდა ჯამში, 2 საათი კიდევ უნდა იდგე. იმ 2 საათს გააგრძელებთ გომას, პაუზას და როგორც კი შესრულება 12 საათი, ჩემო ბატონო, 11 პლუს ის დრო, რაც ასვლა-ჩასვლა დაუშვა შეიძლება 45 წუთი მოანდობე. როგორც კი 11 საათი და 45 წუთი ამ შემთხვევაში გავა, შეიძლება გახსნა ქვეყანა და წახვიდე გააგრძელო მუშაობა. ესა და ეს და კიდევ ადრე მხოლოდ 11 საათი არის წვეთა შეიძლებოდა, ანუ ყოველდღიური პაუზის წვეთა. ხო და 2020 წლის აგვისტოს მერე ეგრეთ წოდებული მობილურობის პაკეტი შემოღების შემდეგ 24-იანის გაწყვეტა შეიძლება და 45-იანის. მხოლოდ 45-იანის გაწყვეტის შემთხვევაში გემი უნდა ცურავდეს 8 საათი და მეტი. 8 საათზე ნაკლები არა, ანუ გემი უნდა ცურავდეს 8 საათი, უნდა ქონდეს შენი კაიუტა, ბილეთი შესაბამისად უნდა ქონდეს, რომ შეგამოწოს ვინმე, ეს ბილეთიც უნდა იყოს ინახებოდეს შენთან, ადრე 28 დღე იყო, ახლა უკვე 56 დღე გახდა ეს, რაც შეუძლიათ ჩარიმა გამოგიცელოთ. ანუ ეს ბილეთი შენთან უნდა იყოს 56 პლუს ის 1 დღე. ეგა და ეგ ბიჭებო, რაც შემიძლია პარომზე მინდოდა მეთქვა. მაგრამ ბევრი ვარიანტია კიდე, მაგრამ არის იმლაი დავუშვათ პარომი, მოკლე პარომებია, დავუშვათ 45 წუთიანი, საათნახევრიანი, შეიძლება დილას გახსენი 7 საათს ესმელა პარომი არის 9 საათზე, 2 საათი გაქვს ნამუშევარი, და პარომი ცურავს და საათნახევარიანი 1 საათი სიტყვა არის ასე მოკლე პარომები. მე იქიდან საერთოდ არ ვაყენებ პარომის ნიშანს. სიმართლე რო გითხრათ, უბრალოდ მიყენია საწოლები და всё მედივარის. რაც მაგაზეაც შევაშვები რა. თქვენ დებაზეა გინდა შეგიძლიათ დააყენოთ პარომი, გინდა რომ დააყენოთ, მაგას არა ჩემი არ ვაყენე, მაგარი 45 წუთიანზე ხო? просто გაომია პაუზა და მორჩა გათავდა რა. არაფერი პრობლემა კი არა. მაგ ახლა დაუშვათ, ვისაც უნდა, ნება მისია. და თუ ახლა 3-4 საათია და აგენ ახლა გერმანიიდან შვედეთში აღმოჩნდები, მაშინ თავ პარომსთან დასვენება მაინც კი დასვენებაც ითქნება იქ. ხო, თავისთავად ცხადია. მაინც შაი რო არაგეცეთ, დააყენეთ პარომი და всё, არის საფერაც კიდეთ, როგორც გენებოთ, მაგრამ მე ასე 30 წუთიან, 45 წუთიან პარომზე მაგ ნიშანს საერთოდ არ ვაყენებ. ეგა და ეგ ბიჭებო, გისურვებთ წარმატებებს. აბა კარგად ვიყოლეთ.